სისტემატიურად არა, მაგრამ რაც ხშირი იქნება უკეთესია. სამი საჰაბე მივიდნენ შუამავალთან სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. და არა, ბოდიში, შუამავალთან კი არა. შუამავლის მეუღლესთან. და კითხეს, რომ მისი ღვთისმსახურებების, მისი რელიგიური ცხოვრების შესახებ კითხეს, რომელსაც თავის ოჯახში ეწეოდა. ოჯახის გარეთ მეჩეთში, საზოგადოებაში ისედაც ხედავდნენ, როგორი იყო შუამავალი, რას ლოცულობდა, რას კითხულობდა, რას აკეთებდა. მაგრამ საჰაბეებს ესეც არ ყოფნიდათ და კიდევ სახლში თავისით დამატებით რას ლოცულობს, რას კითხულობს, ესეც აინტერესებდა. იმდენად დაინტერესებულნი იყვნენ ისინი სუნნეთით. რა თქმა უნდა, თავისმა მეუღლემ აუხსნა მათ, რომ ღამით ბეჯს ლოცულობს, ხანდახან მარხულობს, ასე შობა, ისე შობა. საჰაბებმა ამ პიროვნებებმა საკუთარ თავზე დაფიქრდნენ. ეს არის ალლაჰის შუამავალი. ალლაჰის შუამავალია. მას ჯენნეთი გარანტირებული აქვს. და ამის მიუხედავად ღამით იმდენ ნამაზ ლოცულობს, ხანდახან ფეხები უსივდება. დღისით მარხულობს. ასე შობა, ისე შობა. ჩვენ რა გვეშველება? შუამავალია და ამდენ საკითხებს ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცას მივაღწიოთ. თავიანთი ლოგიკით ასეთ მსჯელობას მიჰყვნენ. ნახეთ, სუნნეთის მიყოლა რატომ არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ლოგიკით რაღაცას განსაზღვრავთ და ასე რომ ვქნათ რა მოხდება მე. ლოცვაში ხომ ცოდვა არ არის, მარხვაში ხომ ცოდვა არ არის, არა. შეიძლება ცოდვა არ იყოს, მაგრამ არც მადლი არ იყოს. მადლი მხოლოდ სუნნეთია, რაც შუამავალმა გვასწავლა იმაში. ამ საჰაბებმა გადაწყვიტეს, რომ ერთმა თქვა, რომ მე ამიერიდან ღამით არასოდეს დავიძინებ. მთელი ცხოვრება ღამეებს ლოცვაში, ღვთისმსახურებაში, ზიქრში გავატარებ, რომ იქნებ რაღაცას მივაღწიო. მეორემ თქვა, ამიერიდან მე დღისით საჭმელს აღარ შევჭამ, მთელი ცხოვრება ვიმარხ. მესამემ თქვა, მე არ დავოჯახდები, ცოლ-შვილს არ გავიჩენ, რომ მათი მოვლის საქმემ აიბადეთს არ მომწყვიტოს. მთელი ცხოვრებას ალლას მიუძღვნა. ეს ამბავი შუამავალ ალეისალათუ ვესალამთან რომ მიაღწევს, რომ ასე და ასე გადაწყვიტეს ამ ხალხმა და ასე იქცევიანო, მან ერთ დღეს მეჩეთში ფეხზე წამოდგა, როდესაც ის ხალხიც იქ იმყოფებოდნენ, მაგრამ არ დაუსახელებია ამ პიროვნებას, იმ პიროვნებას, სახელი არავისთვის სახელი არ ჰქონდა. ზოგადად თქვა, რა ემართება თქვენ შორის ზოგიერთებს, რომ ასე და ასე ამბობენ. მე ალლაჰის შუამავალი ვარ, მაგრამ ღამე კიდევაც მძინავს, კიდევაც ნამაზ ვასრულებ. შენი შეკითხვის პასუხი. სისტემატიურად კი არა. კიდევაც უნდა ვიძინოთ, რომ სხეული დავასვენოთ და დილით ენერგიულები ვიყოთ, რომ სხვა საქმესაც მივხედოთ, მაგრამ მთელი ცხოვრება წამოწოლილი და ძილში გატარებაც არის, ხანდახან ისიც უნდა მოვიკლოთ ალლაჰის ხათრისთვის. მე ალლაჰის შუამავალი ვარ, მაგრამ კიდევაც მარხულობ, კიდევაც ვჭამ. ანუ გადაჭარბება არ შეიძლება, ზომიერება. რამადანი დამთავრდა და საერთოდ მთელი წელი აღარ იმარხო, მაგრეც არის. ხანდახან უნდა იმარხო, მაგრამ სულ იმარხო, სხეული დასუსტდება, სხეულსაც სჭირდება ენერგია, ღონე და ასე შემდეგ. ესეც არ შეიძლება, ნახე ზომიერად. ამისთვის თქვათ ორშაბათი და ხუთშაბათი დღეების მარხვა არის სუნნეთში ძალიან კარგი. ყოველი თვის მთვარის 13, 14, 15 რიცხვებში მარხვა არის ძალიან ძვირფასი. ესენი რომ გავაკეთოთ ყოველ თვეში, ძალიან კარგი იქნება ყოველთვის მარხვა. და ასევე მესამე პიროვნებისთვისაც თქვა, რომ მე შუამავალი ვარ, კიდევაც ალლას ვემსახურები, კიდევაც ოჯახი მყავს, იმასაც ვემსახურები. აი, სწორედ ეს არის სრულყოფილი მორწმუნე მუსლიმის პორტრეტი, რომელიც არც ამ ქვეყანაზე, რომელსაც არც ამ ქვეყანაზე აქვს მთლიანად ზურგი შექცეული და მთლიანად ასკეტურად ცხოვრობს და არც მთლიანად ამ დუნიაზეა ჩაბღაჭებული. ზომიერად ოქროს შუალედს პოულობს
ამ ქვეყანაზე კი ბატონო საქმობს, მაგრამ ამ ქვეყნიური საქმებიც იმ ქვეყნის სამსახურში აქვს ჩაყენებული. კი ბატონო მუშაობს, ვაჭრობს თუ რაღაცა შობა იგებს, მაგრამ იმ მოგებულს ჰარამში არ ხარჯავს, ჰალალში ხარჯავს, ალლაჰის გზაზე ხარჯავს. ნახე, ამ ქვეყნიური საქმე იმ ქვეყნის სამსახურში ჩააყენა. ცოლშვილი გააჩინა, მაგრამ იმ ცოლშვილს რომ თქვა ჰარამისკენ რაღაცისკენ მიდრეკილება ჰქონდა, იქ ვერ სძლიეს მას. ისინი დააყენა სწორ გზაზე. რომ ურწმუნოებს, არამუსლიმებს რომ ბაძავდნენ იმათი ადეთების შემოღებას რომ ცდილობდნენ, მან ივაშკაცა და ისინი მოაცილა ამ არასწორ ადეთებს და ალლაჰის გზაზე დააყენა. აი ასეთი არის ამ დუნის სამსახურში ჩაყენება. ისლამში ყველაფერი არის ზომიერებით. ერთი კაცი მივიდა შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემთან და უთხრა რომ ია რასულულლაჰ, მეო ერთი წლის წინ შენთან ვიყავ მოსულიო, ვეღარ მიცანიო, შუამავალმა ვერ იცნა. ვეღარ მიცანიო? ვერა უთხრა შუამავალ. მეო ერთი წლის წინ ვიყავი შენთან მოსული, ესა და ეს პიროვნება ვარ. რა დაგმართლია, რა დღეში ხარ? ანუ ძალიან ჩამოსუსტებული იყო ეს ადამიანი. რომ შენიდან რომ წავედიო, შენთან რომ ვაიზებს, ნასიჰათებს რომ მოусმინიო, ისეთი გული, ისეთი мотиваცია შემექმნა, რომ შენიდან რომ წავედიო, მთელი ეს ერთი წელი არ გამიტეხია მარხულობდიო. შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა უთხრა რომ თავი გიცვალებიო. არ შეიძლება. ეს იმას არ ნიშნავს რომ მარხვა იგზალება, მარხვა კი არ იგზალება, მაგრამ იმ მარხვასაც თავისი ზომა წონა აქვს.